მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, თავისუფლებას ინდისის პატიმრებს და მიეცით წამალი ბავშვებს. ის პრობლემა, რომელიც თქვენ ახსენეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებთ, რომ ქართული ოცნების მხრიდან არანაირი რეალური პოლიტიკური ნება არც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის, არც ვითარების ნორმალიზების, არც ევროკავშირთან დაახლოების, არც დეპოლარიზაციის უბრალოდ არ არსებობს და სრულიად უადგილო არის, ასე თეთრი ყვავივით ჩანს მათი განცხადებები, მოწოდებები, ქუდი ეწვისო რა, ხალხური გამოთქმა არსებობს. ასეთი ქართულ ოცნებაზე არის ზედ გამოჭრილი, იმიტომ რომ იმისთვის რომ რაღაცაზე ვისაუბროთ, თუნდაც დეპოლარიზაციაზე, ხო, რაღაც კონკრეტულ ნაბიჯს თვითონ ხო უნდა გამდეს ქართული ოცნება. შექმნეს ახლა რაღაცა სამმართველო სოციალურ ქსელში რეალურად თავისუფალი აზრის გავრცელების სიძულვილი ენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, მაშინ, როდესაც სიძულვილის ენა თუ ვინმემ დაამკვიდრა სისტემურად ამ ქვეყანაში, სწორედ ქართული ოცნება ახლა 2 დღეა უკვე სოციალურ ქსელში გაახსენეს საზოგადოებას, რაც ბევრს შეიძლება ისედაც ახსოვდა ირაკლი ყობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი სამხარაძეზე საერთოდ არაფერს ვსაუბრობ, ხო? ღვარძლით გაჟღენთილი გამონათქვამები, როგორ რაღაცა ძველბიჭობდნენ, ბლატაობენ, ამ სიტყვების გამოთქმა მიწევს, იმიტომ რომ სხვა ვერანაირად ვერ აღწერთ იმას, რასაც ისინი რადაც გადააქციეს მათ პარლამენტის სხდომები გასულ წლებში მათ შორის, კომიტეტის სხდომები, რაღაცა ეძახდნენ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, უსამშობლოებს, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც არის ქვეყნის მოღალატე, დედისგინება იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა და კუნთებზე ყურება. აი ესეთი პოლიტიკური ძალა არის ქართული ოცნება. რა ვიცი, ხან ნაძირალაო, ხან მოღალატეო და ირაკლი ყობახიძემ ვერც გასცა თქვენს კოლეგას პასუხი ამაზე, იმიტომ რომ თვითონ აქვს ხშირად გამოყენებული ეს სიტყვები. კვალიფიკაციის მოთხოვნაზე, კვალიფიკაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. გიორგი, ერთი შტაბ-ეშტილება, არ ვიცი რამდენად მეთანხმებით, ანუ რომ უსმენ ამ განცხადებებს, ხო, თითქოს ანუ სხვა ხელისუფლებაა დღეს ქვეყანაში, ხო, იგივე ქართული ოცნებაა, რომელიც თქვათ იმგვარ რიტორიკას და იმგვარ ქმედებებს მიმართავდა, რაზეც თქვენ საუბრობდით, ხო? რაღაც თითქოს ესეთი წარმოდგენის შექმნა მიზნად დასახული, რომ რაღაც სრულიად ახალი ადამიანები არიან ახლა ამ პროცესის სათავეში და ამ საკითხის მოწესრიგება შესაძლებელია, თუმცა ჯერ კიდევ არ არის პასუხი გაცემული იმ კიდევ ერთხელ ვახსენოთ, მოდი, იმ სასტიკ ანგარიშწორებებზე, რომელსაც ჩვენ ვხედავდით საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების მიმართ, ხო? ამიტომ ცხადია, რომ ეს საკითხი კითხვის ნიშნის შემცველია ნებისმიერ შემთხვევაში და როგორ შეიძლება რომ რაღაცა ახალი ფურცლით შეხედოს ვინმე ამ თავს, რომელიც გამოაცხადა ხელისუფლებამ. ხო, ახლა ქართული ოცნება არის ის ძალა, რომელსაც თუ რამ არ უჭირს, ეს არის უტიფრობა, ხო? სხვა საკითხებთან მიმართებაშიც გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინაც უთქვამთ, რომ ვინო ჩვენ შევაჩერეთო ევროინტეგრაციის პროცესიო, ახლა 28 ნოემბერი თითქოს ირაკლი ყობახიძის ეს ცნობილი განცხადების თარიღად არ შესულიყო საქართველოს ისტორიაში, ხო, რომელმაც მისცა დასაბამი წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას. თითქოს ისინი არაგინებენ ელჩებს. ცოტა ხნის წინაც გუშინ ვნახეთ, ხო, კახა კალაძის განცხადება გერმანიის ხელისუფლების მიმართ. თვითონ ირაკლი ყობახიძის ეს რაღაცა ცინიკური გუშინდელი ბრიფინგი დანიის სამეფოში თუ ღია წერილი ევროკავშირის ლიდერების მიმართ, რომ აი რატო არ გმობენ დანიის სამეფოში რაღაც ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და ესეთი რაღაც სტრატეგია აქვს, პოლიტიკური ტექნოლოგია გქონიათ ეს, რომ რაღაცა კედმაღლურად და იქედნურად შეუძლიათ ესეთი განცხადებები აკეთონ. გერმანიის ელჩზე, ევროკავშირის ელჩზე,
განცხადებებიც ჰქონდათ და ეს ყველაფერი არც ორმაგი სტანდარტი აღარ არის უკვე. კი, რამდენად სარწმუნოა, აი თქვათ ამ განცხადებებს ხო ისმენს ქართული ოცნების ამომრჩეველი, ისმენს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ამომრჩეველი, ისმენს საზოგადოება. აი თქვათ რამდენად სარწმუნოა ოცნების მცდელობა და თქვენ ასე უყურებთ თუ არა საკითხს, რომ აი თითქოს ამტკიცოს, რომ რაღაც კონკრეტულ თქვათ პიროვნებებთან არის პრობლემა, თორე ისე თავსებადია ქართული ოცნების პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით, აი გნებავთ ადამიანის უფლებები, სხვადასხვა ეს ევროინტეგრაციის და ასე შემდეგ საკითხები, ხო? ანუ რეალურად სად არის პრობლემის სათავე? თქვათ აი არ იქნება თქვათ ფიშერი, აი რაღაც დაანებეთო თავიო, ხო? ნახეთ რა რიტორიკაც ქონდა თუ ოცნების ზარქუას და სხვებზეც. ანუ ეს ადამიანები თქვათ რომ არ იყვნენ და სხვა სახელი და გვარი იყოს, ანუ ამოწურულია ამით საკითხები, ანუ გვარდება ის თემები, რაც არის პრობლემა ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მმართველობის? მე საერთოდ სერიოზულად ვერ შევაფასებდი ქართული ოცნების განცხადებებს, მით უმეტეს მათ სარწმუნოობაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რომელ სარწმუნოობაზე არის საუბარი, ეს არის ელემენტარული წესები დიპლომატიისაც მათ შორის, რომ ელჩებს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და ასევე არაერთხელ მათ შორის წარმგზავნ ქვეყნებს და თვითონ ევროკავშირს როგორც გაერთიანებას დაუფიქსირებია, რომ თითოეული დიპლომატი, თითოეული ელჩი წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყნის თუ ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას. ქართული ოცნება აი ამ იაფფასიან პოპულიზმს მიმართავს, რათა ყველაზე მეტად სიბნელეში მყოფი თავისი ამომრჩეველი დაარწმუნოს თითქოს კონკრეტულ პიროვნებებში იყოს პრობლემა, რომ იზოლაციაში მოაქციეს ჩვენი ქვეყანა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს გაუქმებული, რომ შეაჩერეს თავად ევროინტეგრაციის პროცესი და რაღაც საკენკს უყრიან პოპულიზმას პროპაგანდისტულს, აი თუნდაც აი რამდენიმე სპეცრაზმელის დაკავებით, მაშინ როდესაც ასობით შემთხვევა არის ადამიანები მშვიდობიანი დემონსტრანტები როგორ აწამეს ფიზიკურად გაუსწორდნენ ცნობილ სახეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, თქვენს კოლეგებს, თავი რომ დავანებოთ აი ტიტუშკების ხელით გაკეთებულ ბარბაროსულ ქმედებებს, როგორიც იყო მაგალითად თქვენი კოლეგის მაკაჩიხლაძის, გიორგი შეწირულის შემთხვევა, გურამ როგავას, ნუ კარგი, ამაზე თითქოს რეაგირება ჰქონდათ, მაგრამ დავით კაცარავა პირდაპირ ეთერში შუა დღეზე დღისით მზისით ქაშვეთის წინ რომ ფორმიანებმა შეათრიეს და სიკვდილის პირამდე მიიყვანეს ადამიანი. ალეკო ელისაშვილი პირდაპირ ასახელებს იმ პირების სახელს და გვარს, ვინც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა მის ცემასა და წამებაში. ლევან ხაბეიშვილის შემთხვევა, ეს ხომ სამართალდამცავი ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში ორ ადამიანზეა საუბარი, გიორგი, ხო არ დაგვავიწყდეს მაშინ, როდესაც მისი ოჯახის წევრები დაცვის მხარე ლაპარაკობს, რომ შეუძლებელია ორ ადამიანს ჩაეგდო იმ დღეში, რა დღეშიც იყო ხაბეიშვილი, ხო, წარმოუდგენელი სასტიკის მსხვერპლი და ბუნებრივი არის და ხო და ანუ ამ სატყვარას ისინი ვერავის ვერ გადაუგდებენ და მით უმეტეს ვერ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს დაარწმუნებენ და მათ თვალში ვერ გამოიკეთებენ საკუთარ იმიჯს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ავტორიტარი სისტემა, რომელიც სჯის ადამიანებს თავისუფალი სიტყვისთვის, თავისუფალი აზრისთვის, ადამიანებს სჯის თავიანთი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისათვის და ამის გამო იყენებს სხვადასხვა მექანიზმს, მათ შორის დრაკონულ კანონებს, ჯერ 5000 ლარიანი ჯარიმებით, შემდეგ გზის გადაკვეტვის გამო პატიმრობით და ახლა ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობაში გაშვება ეს არამხოლოდ სანქცია არის, აქტიურად აღასრულებს კიდეც ამას მოქალაქეების წინააღმდეგ, ხო, ახსენეთ თქვენ თათია მექვაბიშვილი, ნანუკა ჯორჯოლიანი, ბუკა პეტრიაშვილი და უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტიდან იდგა ტროტუარზე, დააკავეს, არ ვიცი, ასეთ დავალებებს რომ აძლევენ იმ პოლიციელებს, მე იმათ მდგომარეობაშიც შევდივარ, იმიტომ რომ ხედავენ თუ რამდენად აბსურდული კანონების აბსურდული ფორმებით აღსრულებასთან გვაქვს საქმე და შერცხვებათ მათ თავიანთი შვილების წინაშე უნდა შერცხვეთ, როგორც იყენებს თვითონ აი ეს ბოროტის სისტემა მათ სისტემის მსახურებს, ძალოვნებს, სპეცრაზმელებს, ხან სრულმოწმეებად რომ გამოყავთ და სისულელეებს ალაპარაკებენ, როგორც ვიხილეთ ჩვენ გუშინ მაგალითად ალეკო ელისაშვილის პროცესზე და სინდისის პატიმრების პროცესებზეც არაერთხელ გვინახავს მსგავსი რამ.
ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ქართული ოცნება ამით რაღაცა ელემენტარულ ფასადსაც ვერ ქმნის ვერანაირად, თუმცა ფაქტია რომ ნებაც არ აქვს ევროკავშირთან დაახლოების ეს არის უბრალოდ ლიტონის სიტყვები, ისევე როგორც ანაკლი სპორტს რომ აშენებს, თურმე ამდენი წელია გაჩერებული არის, არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს იქ, 6 წლის წინ გემები უნდა შემოსულიყო, მაგრამ ჩვენი პარტნიორები, ბრმები არ არიან, ისევე როგორც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა არ არის ბრმა და ყველა კარგად ხედავს როგორ მოქმედებს ქართული ოცნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო. გიორგი, ნარკოტიკების საკითხზე გადავიდეთ, ესეც კარგად მოვასწროთ ამ თემაზე, თქვენი ასე ვთქვათ, მოსაზრების გაზიარება ჩვენი მაყურებლისთვის. დღეს გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ასევე დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ფული და ეხლა ძალიან ადვილად არის მოსაძიებელი ინფორმაცია, ვთქვათ, როგორ მოქმედებენ რუსი ნარკომოვაჭრეები, ხო? და მათთან დაკავშირებული ორგანიზებული ჯგუფები, რაღაც ძალიან დიდ სქემის მონაწილეები არიან ისინი და საერთაშორისო მასშტაბის ნარკოკარტელები თან გვაქვს ხოლმე ხშირად საქმე, ხო ეს ინფორმაცია სრულად მოძიებადი არის ინტერნეტში და ქსელებში. აი რა შეგიძლიათ თქვათ, ჩვენ გავიხსენეთ დღესაც ძალიან მძიმე საქმე, ახალგაზრდის გარდაცვალების ოჯახის მიერ დაყენებული საკითხი. აი რა შეგიძლიათ თქვათ ამ პრობლემასთან ბრძოლის გზებზე, თქვენს ხედვაზე და რეალურად რა ნაბიჯებს უნდა ვხედავდეთ ჩვენ? ნარკოპოლიტიკა არის ძალიან კომპლექსური და მრავალკომპონენტიანი საკითხი. ის რომ ჩვენ ვხედავთ ნარკოლეგალიზატორების დაკავების ფაქტებს, ახლა თქვენ ამ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეზე ისაუბრეთ, მაგრამ რა ვიცი, ფონი ჭალაში თითქმის ყოველდღიურად თუ არა რაღაცა დღე გამოშვებით ატარებენ ასეთ საჩვენებელ დაკავებებს, რაც რა თქმა უნდა, თუ ეს საქმე ეხება ნარკორეალიზატორებს, ამაზე ვერავინ ნეგატიურს ვერაფერს იტყვის, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არ არის სისტემური ბრძოლა, რეალური ბრძოლა და კომპლექსური ბრძოლა ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში და ზოგადად ნარკოტიკებით გამოწვეულ პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, ხო, ერთი არის მსხვილი ქსელები, მეორე არის ცალკეული რეალიზატორები და ჩვენ ვიცით, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა აქტიურმა შემოდინებამ როგორ გაზარდა ახლებური ტექნოლოგიებით, ტელეგრამ არხებით თუ ასე შემდეგ ნარკორეალიზაცია და რაც ყველაზე დიდი უბედურება არის შემოსული დაბინძურებული მანამდე შეუსწავლელი ნივთიერებები, რომელთა შესახებაც არც ცნობიერება არსებობს და გვაქვს სამწუხაროდ გაზრდილი ლეტალური შედეგები. საქართველოში წლებია უკვე არ ქვეყნდება რეალური სტატისტიკა და არ ვიცი რამდენად აწარმოებენ ისინი თავისთვის მაინც ამ სტატისტიკას ნარკოტიკით გამოწვეული გარდაცვალებების შემთხვევათა. ამის გარეშე შეუძლებელია ჩვენ სისტემურ პოლიტიკაზე ვისაუბროთ. სისტემური პოლიტიკა ქართულ ოცნებას არ აქვს, ანუ ისინი ვერ აკონტროლებენ სიტუაციას, მხოლოდ ნარკორეალიზატორების დაკავება რა თქმა უნდა პრობლემას საფუძვლიანად ვერ მოაგვარებს, იმას რომ თავი დავანებოთ თუ ამხელა ძალისხმევა აქვთ მიმართული მომხმარებლებზე, რომლებსაც დამნაშავეებად აღიქვამს სამართალდამცავი სისტემა, ვიდრე თუ სჭირდება მას რეაბილიტაცია და დახმარება და პაციენტად, არის კიდევ ცალკეული ერთეული შემთხვევები მარიხუანის მოხმარების, მათაც დამნაშავეებად აღიქვამს და იყენებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტადაც მათ შორის ქართული ოცნება, რომელიც ასე მწვავედ აკრიტიკებდა ნაციონალური მოძრაობის რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას. და გვაქვს შემთხვევები, რომლის შესახებაც საზოგადოებაში, სოციალურ ქსელებში მათ შორის გავრცელებული არის ბოლო დღეების განმავლობაში, რომ არაერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. აქ საქმე გვაქვს ნარკოპანდემიის ახალ ტალღაზე, ხო? ეს არის აფეთქებული ახალი ტალღა, ეს გუშინ არ დაწყებულა, ბუნებრივია ეს პრობლემა. 2025 წელს განხორციელდა რეფორმა ამ რეაბილიტაციის ცენტრების და ჩანაცვლებითი პროგრამების კერძო კლინიკები და კერძო ცენტრები დაიკეტა. მიზანი იყო, რომ გაერთიანებული სტანდარტი ჰქონოდა სახელმწიფოს, მაგრამ სტატისტიკა მეტყველებს, რომ მაგალითად 2022 წელს თუ 17646 ადამიანი იყო ამ ცენტრებში რეგისტრირებული, უკვე 2025 წელს 12000 აღწევს.
12000-მდე დაიწია ამ რაოდენობამ. რატომ? იმიტომ კი არა რომ ნარკომოხმარებლების რაოდენობა შემცირებული არის, არამედ იმიტომ რომ სანდოობა არ არსებობს სახელმწიფოს მიმართ, ამ მონაცემებს იყენებენ ბუნებრივია სხვადასხვა მიზნებისთვის სამართალდამცველები ადამიანებს ეშინიათ და ეს იწვევს მათ შორის შავი ბაზრის გაზრდას. არ არსებობს ხელმისაწვდომი აფთიაქებში მაგალითად ანტიდოტი, როგორც პირველადი დახმარების შესაძლებლობა და დაგვიანებული რეაგირების გამო ხშირად გვაქვს ხოლმე გარდაცვალების შემთხვევები. არ არსებობს სკოლებში ცნობიერების ამაღლების პროგრამები, რომ სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა იმუშაონ უკვე პრევენციის დონეზე. არ არსებობს სტატისტიკა სანდო მეთოდოლოგიით და თუ ემპირიული მასალა არ გვაქვს ჩვენ მონაცემები შესაბამის ზომებსაც ვერ მივიღებთ ქვეყანაში. მეოთხე, ეს გახლავთ ინფორმაციის პროაქტიულად გავრცელება და სხვათა შორის არსებობდა ქვეყანაში 2021-22 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ძალიან აქტიურად უნდა ყოფილიყო ინფორმაცია გაშუქებული სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი ინფორმაცია არ არის ოფიციალურ ვებგვერდებზე გაზიარებული, რაც შეეხება ზედოზირების რისკებს, ან სიმპტომებს, ან მით უმეტეს პირველადი დახმარების გზებს. უნდა დაინერგოს ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების შეტყობინების სისტემა, რომელიც ასევე მოახდენს ამ რისკების მინიმიზებას. ეს არის ის რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას სახელმწიფომ და შეუძლია გადადგას სახელმწიფომ, მით უმეტეს, როდესაც შეამცირეს ეს ჩანაცვლებითი პროგრამები და არ არის ხელმისაწვდომი ანტირეაგირების შესაძლებლობები, გაიზარდა ეს შავი ბაზარი, მომძლავრდა კრიმინალური სინდიკატები, მაგრამ პრობლემა აღარ არის უკვე კრიმინალთან ბრძოლის, ეს არის პრობლემა უკვე ქვეყნის ფაქტობრივად ჩვენი გენოფონდის წინააღმდეგ მიმართული ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების მომავლის და სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი და თუ სახელმწიფო არ გადადგამს კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით, ეს უმოქმედობა და მდუმარება უნდა ჩავთვალოთ ჩვენ როგორც თანამონაწილეობა ამ მართლაც ეროვნულ ტრაგედიაში.